და არა მხოლოდ ამ თემებზე მე უნდა ვესაუბრო ძლიერი საქართველოს ლიდერს. დიდი მადლობა ბატონო მამუკა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ვრცელი შესავალი გამომივიდა, მაგრამ ზღვაში წვეთია იმ ამბებისა, რაზეც სინამდვილეში მსურდა მესაუბრა მაყურებელთან. მე ვთქვი წეღან მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ აი სწორედ ქართული კოშმარის აქტის ავტორთან ჰქონდა თქვენ შეხვედრა და მოდი დავიწყებ თქვენთან საუბარს სწორედ ამ თემით, თუ არის თქვენგანაც თუ იქნება ამის სურვილი, უფრო მეტი დეტალი რომ მოგვიყვეთ, რა შთაბეჭდილებით გამოხვედით ჯო ვილსონთან შეხვედრიდან, რა მოლოდინი გაგიჩნდათ, ანუ არის თუ არა შანსი შეიცვალოს საქართველოსადმი დამოკიდებულება ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რამდენადაც ვილსონი რესპუბლიკელია და ის სხვა შორის ტრამპის პირველი არჩევნებისას მისი საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი მთავარი პირი იყო, ანუ ინაუგურაციის შემდეგ არის თუ არა შანსი შეიცვალოს რაიმე ამ ურთიერთობებში, რა აძლევს ქართულ ოცნებას ერთგვარი ოპტიმიზმის საფუძველს, რაზეც ააგეს მთელი მათი კამპანია. მოგესალმებით მაყურებელს. კი, რა თქმა უნდა, არის შანსი რომ შეიცვალოს გაუარესებისკენ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით და მისამართით. დიახ, ახალი ადმინისტრაცია გააგრძელებს უფრო მკაცრად ჩვენი ქვეყნის არჩევანის და ჩვენი ხალხის არჩევანის დაცვას, თავისუფლებას, დემოკრატიას და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ველოდეთ და გვაქვს ამის საფუძველი, მე ვთქვი წინა გამოშვებებში, რომ სურპრიზებს უნდა ელოდოს ბიძინა ივანიშვილი. სატირელია, საცილოა ეს ყველაფერი, სატირელი რო არ იყოს ესეთი გამოთქმა არსებობს, ის პასუხები, რასაც ჩვენ ვისმენთ, აი დღეს წამოგვეწია ბრიტანეთის პარლამენტის, ესე ვთქვათ, განცხადება პარლამენტარების. აქ თავარი კითხვა რა არის, ინგა, რომ რატო აკეთებს ამას ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი, აი ძალიან მარტივიანით რო ავხსნათ, რა იძულებს მას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მან იცის, რომ ეხლა სანქცია არ არის ჩვეულებრივი ამბავი, როცა უკვე ერთი ქვეყანა კი არა, უბრალოდ მთელი სამყარო როცა გიპირისპირდება. აქ პასუხი ერთია, ბიძინა ივანიშვილი არის რუსი მენტალობით, ოლიგარქი რუსი, რომელიც ასრულებს პუტინის დავალებას, ასრულებს კი არა, უბრალოდ პირდაპირ ვთქვათ, ეშინია პუტინის, ამიტომ მან არჩევანი გააკეთა, რომ მას ურჩევნია, რომ ეს არჩევანი იყოს და გადაიყოლოს ყველა მის გარშემო მყოფი ადამიანები და ჩაიყოლოს, ოღონდ თავი გადაირჩინოს პუტინისგან, ვიდრე ესე თქვათ, აქ რაღაცა მოლაპარაკებები აწარმოოს სანქციების არიდების თვალსაზრისით. აქვე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ პრაქტიკულად რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკამ და რუსული ოცნების პოლიტიკამ საქართველოში, ეს არის საქართველოს ობლად დატოვება. საქართველოს ობლად დატოვება აკეთებენ ახლა ესენი, ეს ფრაზა ეკუთვნის ლანა ღუბერიძეს და მან თქვა, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, კი დიდი ერი ვართ ისტორიით და შემდეგ, მაგრამ სულ 5 მილიონი ვართ და ჩვენ სულ ვიბრძოდით მთელი ისტორიის განმავლობაში და მარტო ჩვენ თავის იმედი გქონდა, თუმცა სხვა დროს ისტორიაში ვიღაცები გვეხმარებოდნენ და 34 წელი დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს სხვა დროს, სხვა ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ დასავლეთის და შეერთებული შტატების მხარდაჭერა მოიპოვა. საქართველო იყო სალაპარაკო თემა, საქართველო იყო განსჯის თემა, საქართველო იყო ობიექტი, რომელსაც ეხმარებოდნენ გრძელვადიანად. ბიძინა ივანიშვილმა ბოლო რამოდენიმე წლის და განსაკუთრებით 1 წლის განმავლობაში მთლიანად გადაკეტა ეს ურთიერთობა და იზოლაციაში მოახდინა და მოახვედრა ყველა ის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელთანაც ჩვენ დასავლურ პარტნიორებს ჰქონდა ურთიერთობა. ჩემი ამოცანა, ჩემი თანაგუნდელების ამოცანა, იმ ადამიანების ამოცანა, რომელიც ქუჩაში დგანან, სხვა ოპოზიციური პროდასავლური პარტიების ამოცანა არის სწორედ ის, რომ ეს ხაზი არ გაწყდეს. იმიტომ რომ აღმოჩნდებით პირისპირ და უკვე აღმოჩენილი ვართ პირისპირ ჩვენი ისტორიული დამპყრობლის წინაშე და აქედან გამოსვლა ალბათ
შეუძლებელი იქნება უახლოესი 100 წლის განმავლობაში. აღმოჩენილები ვართ აშკარად იმდენად რამდენადაც ეხა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ დავოსსა და მიუნხენში, როდესაც მიუნხენიდან და დავოსიდან, როდესაც მიწვევასაც კი ვეღარ ღებულობს ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება უკვე ლეგიტიმაციას ვერასოდეს ვერ მიაღწევს ყოველ შემთხვევაში აი ამ რეალობით, მაგრამ აი თქვენი შეხვედრები მე ჯო ვილსონთან შეხვედრა ვახსენე ბატონო მამუკა და არ ქონდათ მარტო ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელთან ბევრი შეხვედრები ქონდათ. რა განცდას გიტოვებთ? ანუ აი რა შანსია რომ თუნდაც ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ივანიშვილის სასარგებლოდ რაიმე მოხდეს საერთაშორისო არენაზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ინგა მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია თქვა, რომ ესეთი შანსი არ არსებობს. მე ზუსტად ეს ვთქვი, რომ პირიქით ისინი მიიღებენ ძალიან სერიოზულ სურპრიზებს. მე აქვე გამოვყოფ კონგრესმენ ვილსონთან საუბარი იყო ძალიან საინტერესო და აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ გადავეცით 4 ოპოზიციური პარტიის მიერ შედგენილი დოკუმენტი. ამიტომ როცა ჩვენ აქ ვართ, გასაგებია რომ ჩვენ კოალიციას ძლიერ საქართველოს წარმოადგენთ, მაგრამ ყველა შეხვედრაზე ჩვენ ხას უსვენდით, რომ ჩვენ წარმოადგენთ იმ ოპოზიციას, რომელიც იბრძვის, იმ ხალხს, რომელიც ქუჩაშია და ის დოკუმენტი, რომელიც ვილსონს უკავია იმ ფოტოსურათში, რომელიც მან ჩვენთან ერთად გადაიღო, სწორედ აი ეს დოკუმენტია, რომელიც ჩვენ საკმაოდ სერიოზული შრომის შედეგად ჩვენმა 4 კოალიციამ, ოპოზიციურმა პროდასალურმა კოალიციამ შეადგინა. აქვე გამოვყოფ ძალიან საინტერესო შეხვედრას სენატორ ვიკერთან, რომელმაც ჩემდა გასაოცრად შინაარს ვერ მოუყვები, იმდენად ღრმა, რა თქმა უნდა, იგი მარტო არ ხვდებოდა, თავის გუნდთან ერთად ხვდებოდა, იმდენად ღრმა ცოდნა და ინფორმაცია აღმოვაჩინა თუ რა ღრმად არიან, ესე თქვათ, ინფორმირებული გვარების მიხედვით, გაკეთებული საქმიანობის მიხედვით და იმ ქმედებების მიხედვით, რომელიც აშორებს ჩვენ ქვეყანას იმ ევროატლანტიკურ ასე თქვათ მისწრაფებას, რომ მართლა სიმართლე გითხრათ, გაოცებული დავრჩი, იმიტომ რომ და იქვე ითქვა, რომ ეს ჯერ დასაწყისია. მე კიდევ ვერ სულ ვამბობდი ინგა, რომ არავის დასანქცირება არ მიხარია, მაგრამ როცა ემსახურები იმ ძალას, რომელიც შენი ქვეყნის ხალხის არჩევანის წინააღმდეგარი და უნდა რომ ჭაობში ჩაგტოვოს, იქ დასანქცირება კი არა, იქ როგორც მოღალატეები ისე უნდა დაისაჯოს ყველა ეს ადამიანი. ამიტომ ძალიან გასაგებად უნდა მივმართოთ ქართული ოცნების ჯერ კიდევ შემორჩენილ ამორჩეველს, რომ მეგობრებო, სულ იზოლაციაში მიყავს ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა და ვერ გავატანთ. მიუნხენის კონფერენცია, დავოსი, ეს მინიშნება იმისა, რომ არანაირი ინვესტიცია და არანაირი უსაფრთხოების შესახებ საუბრები საქართველოსთან ამ ხალხს არ ექნება. და ნახეთ რა ხდება რეგიონში, სომხეთმა მოაწერა ხელი სტრატეგიულ პარტნიორობას და ბიძინა ივანიშვილის რუსულმა ოცნებამ გაწყვეტა სტრატეგიული პარტნიორი იმ ქვეყანასთან, რომელსაც შადებულია ქვეყანაში, ჩვენ ქვეყანაში 6.6 მილიარდი დოლარი და ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენი გადარჩენა სწორედ ამ ადამიანების, ასე თქვათ, ხარჯზე მოხდა. და ეს ერთი ხელის მოსმით უნდა გადააბაროს რუსეთს და ჩვენი ქვეყანა ჩატოვოს აი იმ პოსტსაბჭოთა სივრცეში და ეს წარმოუდგენელი ამბავია. ამიტომ როცა ვამბობ, რომ ჩვენ ახლა ახალი ეროვნული მოძრაობის მომსწრეები ვართ, სწორედ ახალი ეროვნული მოძრაობა ხდება ჩვენ ქვეყანაში და ამას ბოლომდე მივიყვანთ. არ დაუთმობთ არც ერთი ნაბიჯი და ეს ვაშინგტონი იქნება თუ ბრიუსელი თუ საქართველოს თუ რუსთაველის გამზირი ყველგან ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ აი ამ კოშმარიდან, რასაც მართლა ქართული ოცნების, ესე თქვათ, კოშმარი და ესეც დაარქვეს იმ დოკუმენტს, რომელიც ესე თქვათ კონგრესში იქნება განხილული. მე აღარ ჩამოვთვლი უბრალოდ რა გადავწყვეტოთ ეთერი, ძალიან ბევრი შეხვედრა ქონდა კონგრესმენებთან და აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ქართველი შეერთებულ შტატებში აკეთებს ძალიან დიდ საქმეს და ისინი ზოგან ჩრდილში არიან, ეს ფინანსური მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნის თუ პოლიტიკური აქტივობა და აქვე მინდა გამოვყო თქვენ იცნობთ თქვენთანაც იყო ეთერში არაჩვეულებრივი ქართველი მელორ წიფურია, რომელიც ცხოვრობს დიდი ხანია და ძალიან ბატონი მელორი ძალიან დიდი კავშირების მქონე სხვათა შორის სწორედ ამერიკის პოლიტიკურ ელიტასთან და მრავალწლიანი გამოცდილებით.
და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო მას აი ამ დაუზარელი და ესე თქვათ აი მრავალწლიანი შრომისთვის მას წლების განმავლობაში ჩამოყავდა საქართველოში კონგრესმენები, აკეთებდა უზარმაზარ ღონისძიებებს აქ და მე ვფიქრობ, რომ ესეთი ადამიანების შეკრების დრო არის. ნორმალური ხელისუფლება ესეთ ადამიანებს და მადლობა ღმერთს ყავს ესეთი ადამიანები ჩვენ მიმოფანტული ჩვენი სოფლიო სხვა ქალაქებში, მათი შეკრება უნდა მოხდეს, მათი უფრო მეტად დასაქმება უნდა მოხდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ჭაობიდან გამოვიდეს. ეს მოხდება აუცილებლად, როგორც კი ჩვენ ამ რუსულ ხელისუფლებას გავისტუმრეთ და სარგებლო შემთხვევით და მადლობა მინდა მას გადაუხადო, ესე თქვა ამ ჩართულობისთვის, რომელიც მან ესე თქვა გააკეთა ამ პერიოდის განმავლობაში. ეხლა რაც შეეხება მომავალ გეგმებს. ჩვენ აქ არა მარტო იმისთვისა ვარ ჩამოსული, ინგა რომ ვესაუბროთ დასანქცირებაზე ვიღაცის და ასე შემდეგ. არა, ჩვენ აქ ჩამოსული ვართ, რომ ქართველი ხალხის იმ ახალგაზრდების ხმა გავაგონოთ, იმიტომ რომ მარტო სატელევიზიო ინფორმაციით და ესე თქვათ წერილებით საკითხები არ წყდება, ამას შეიძლება ყოველდღიური მუშაობა. როცა პირისპირ ხვდები ამ ადამიანებს, იმდენ ნიუანსს გეკითხებიან და იმდენ საკითხზეა, ესე თქვათ, ახსნა განმარტება საჭირო, რომ აქ არის ამას წესით ნორმალურ ქვეყანაში საელჩო უნდა აკეთდეს, მაგრამ ელჩი არ აყავს, უამრავ ქვეყანაში გადადგა, მადლობა ღმერთს, რომ ესე თქვათ, ეს ამ ელჩებმა გამოიჩინეს პასუხისმგებლობა, ვინც გადადგა და გაემიჯნა ამ ხელისუფლებას. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქ ვესაუბრებით მომავალზე, გარდა იმისა, რომ პირველი ორი საკითხი არის ახალი არჩევნების დანიშვნა, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების დანიშვნა და ასევე ჩვენი პოლიტპატიმრების გამოშვება, ჩვენთვის თავარია მომავალი როგორ იქნება ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და კერძოდ შეერთებულ შტატებთან. ხო და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა იმდენად რამდენადაც საუბრობ ჩვენი ქვეყნის სრულ იზოლაციაზე. ეხლა მე წეღან მაყურებელს წავუკითხე, მაგალითად იგივე ბრიტანეთთან დაკავშირებით რა განცხადება გააკეთა ივანიშვილის პარტიამ თემაზე, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში შეტანილი ინიციატივაზე ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ანუ მთელი წავიკითხე ევროპარლამენტარების განცხადებები. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს თავის დავოსის და მიუნხენის კონფერენციაში არ მიწვევით და არ მონაწილეობით, რომ სრულ იზოლაციაში ვართ უკვე, ვიქნებით კი არა, ვართ უკვე. რაღაც ხელჩასაჭიდი, რამაც შეიძლება შეცვალოს ეს მოცემულობა, თქვენ დაინახეთ ამ შეხვედრებისას? ინგა, ხელჩასაჭიდი არის ის, რასაც ასხივებს დღეს ქართველი ხალხი. დამერწმუნეთ. ისინი არიან აღტაცებული იმ ყველა ვისთანაც შევედით, ისინი არიან რა თქმა უნდა ჩავიტანეთ დოკუმენტები, სურათები, ვაჩვენეთ ის დასახიჩრებული ადამიანები, ვისაც ჩვენ შევხვდით, პოლიტიკოსები არიან აღტაცებული ქართველი ხალხის განსაკუთრებით ახალგაზრდების აი ესეთი სულისკვეთებით. ამიტომ თავარი გასაკეთებელი არის ჩვენი, მაგრამ ეს ადამიანები ყველა მზად არის, რომ მაქსიმალურად დაუდგეს ჩვენ ქვეყანას გვერდში. ამიტომ როცა ვლაპარაკობ რასზე ვსაუბრობთ, გარდა იმისა, რომ დღევანდელ სიტუაციაზე, არჩევნებზე, პოლიტპატიმრების გამოშვებაზე, ამ პრაქტიკულად დაუჯელობის სინდრომის აღკვეთაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავალაგოთ ძალიან სწრაფად ახალი არჩევნების მერე შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა. ეს არის დაბრუნება სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების პირდაპირი ფრენები, ეს არის ინვესტიციებისთვის საკმაოდ სერიოზული პლატფორმის მომზადება და აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველამ ხაზი გაუსვა იმ ამბავს, რომ აი ახლა ნომინირებული თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ახლა თავდაცვის მინისტრის ესე ვთქვათ, მოსმენა მიდის და დაიწყება მალე მისი მოადგილის, რომელიც იყო ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი ანაკლიაში, მან ესე ვთქვათ, საკმაოდ თბილი მოკითხვა შემოგვითვალა, სამწუხაროდ ვერ შევხვდით, იმიტომ რომ საკმაოდ დაძაბული პერიოდი აქვთ მათ. მინდა გითხრათ, რომ ანაკლიას და საქართველოს შეერთებული შტატები უყურებს ძალიან სერიოზულად, რამოდენიმე კუთხით. პირველი, ეს არის კარიბჭე, სადაც შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ გავლენის სფერო იქნას გადაცემული ჩინეთის კომუნისტური პარტიისკენ, შესაბამისად რუსეთისკენ. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული დებარეობის ქვეყანა და ჩვენ ვართ და უნდა შევასრულოთ კარიბჭის ფუნქცია. ანაკლის
განვითარება, ანაკლიის ქალაქის განვითარება, სადაც წამყვანი ინვესტორები იქნებიან ამერიკელები, იქნებიან იაპონელები და ამის მერე ჩინელებიც იყვნენ და სხვა ქვეყნისაც პრობლემა არ არის, მაგრამ ესე ვთქვათ, პლატფორმა უნდა იყოს ამ ქვეყნების არის გარანტია ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის და ჩვენი ქვეყნის ესე ვთქვათ, გაერთიანების. აფხაზებთან აბსოლუტურად ახალი ურთიერთობის დაწყების და მე გარანტია შემიძლია თქვა, რამოდენიმე წლის მერე თქვენ გაიხსენეთ ეს გადაცემა, რომ სწორედ აქედან მოხდება ამ დიდი უზარმაზარი, რამოდენიმე მილიარდიანი ინვესტიციით მოხდება ჩვენი აფხაზებთან ურთიერთობის დალაგება და ქვეყნის გაერთიანება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ინტერესი, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს ცენტრალურ აზიაში, მომავალში თურქმენეთში, მაგრამ დღეს იგივე ყაზახეთში, იგივე უზბეკეთში და უზარმაზარი ინვესტიციებია ჩადებული მათ მიერ, მათთვის ეს გზა არის საერთოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია ჩვენ შევთავაზოთ შეერთებულ შტატებს და აი ეს ერთ-ერთი მთავარი არის ეს. ასევე ჩვენ უნდა შევთავაზოთ, რომ საქართველოს იქნება მშვიდობის გარანტი კავკასიაში. ამაზეც ვისაუბრეთ ჩვენ გვაქვს იმის უნარი, რომ ვიყოთ გარანტორები კავკასიაში მშვიდობის და განსაკუთრებით როცა დავიბრუნებთ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, უკვე ორი ქვეყანა კავკასიაში, სომხეთი და საქართველო იქნება სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატების. ეს მთლიანად ცვლის გეოპოლიტიკურ, ესე თქვა და აძლიერებს ჩვენ მდგომარეობას. აი ამ კუთხით უნდა შევხედოთ ჩვენ ამ ესე თქვა მომავალ პერსპექტივას და არა იმით რა მოხდება ერთ კვირაში და ორ კვირაში. რა თქმა უნდა ჩვენ ყველას გვინდა რომ ეს ყველაფერი სწრაფად მოხდეს, მაგრამ ჯერ ორი თვეა გასული, რაც პროტესტი მიმდინარეობს. მე სულ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა აღვიჭუროთ ძალიან სერიოზული ნებისყოფით, სიმტკიცით და ერთი წამით არავის ეჭვი არ შეეპაროს, რომ სხვანაირად იქნება. არა, გარანტირებულად ვამბობ, მტკიცედ ვამბობ, რომ ეს გამარჯვება იქნება ქართული ხალხის. ეს გამარჯვება იქნება იმ ახალგაზრდების, რომელსაც არც ერთი წუთით არ დაუხევია უკან. იმ ჟურნალისტების, რომლებიც თავდადებით აშუქებდა თქვენი და სხვა სატელევიზიო არხის ჟურნალისტები აშუქებდა აი ამ მოვლენებს. რომ არა თქვენ სოფლიოს არ ეცოდინებოდა ის მოვლენები, რომლითაც დღეს პოლიტიკოსები და ჩვენ ესე ვთქვათ ვესაუბრებით და მხარდაჭერას ვიპოვებთ. ამიტომ აი ძალა ერთობაშია, რაც აწერია ჩვენ ესე ვთქვათ გერბს, სწორედ აი ეს არის ახლა ჩვენი აუმავალი წერტილი, სიმტკიცე, გაგრძელება ამ პროტესტის, პოლიტიკურ ველზე მუშაობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ადმინისტრაცია და ჩვენ ამის გარანტიები უკვე მივიღეთ, გაცილებით სწრაფად და გაცილებით ესე ვთქვათ ეფექტურად ჩაერთვება. აქ მე მინდა გითხრათ ესე ვთქვათ სენატორ რუბიოს შესახებ, რომლის მოსმენა გუშინ იყო და რომელიც იქნება ნომინირებული სახელმწიფო მდივნად შეერთებული შტატების. ეს არის ადამიანი, რომელიც მისი ბიოგრაფია არის ძალიან საინტერესო, ადამიანი, რომელიც კუბიდან, მისი ოჯახი კუბიდან არის ემიგრანტი და მთელი მისი ცხოვრება კომუნიზმის და კომუნისტების და ამ რეჟიმის წინააღმდეგ არის მართული. იგი გამოირჩეოდა ძალიან მკაფიო და მკაცრი განცხადებებით და ეს ყველაფერი თქვენ ფრაზაც ნახეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში რაღაც თეორიებს აგებენო და შიდა მოხმარებისთვის იყენებენო. გუშინ ითქვა მან ესე თქვა მოსმენაზე თქვა და ეს უნდა დავამთავროთო. ეს იქნება ადამიანი და ჩვენ გვაქვს ესე თქვა ყველა საფუძველი და მე პირადად ყველა საფუძველი ამას ვამბობ, რომელიც იქნება გადამწყვეტი საქართველოს მომავალი ურთიერთობის შეერთებულ შტატებთან. იმიტომ რომ სენატორი რუბიო მომავალი სახელმწიფო მდივანი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ახალ თანამდებობაზე მიდიან და იქნებიან ესე თქვა სხვადასხვა პოზიციაზე პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში, ისინი გამოირჩევიან საქართველოს ხალხის მეგობრობით და ძალიან მტკიცე მხარდაჭერით. ეს არ არის რიგითი სიტყვები. საინტერესოა რომ შემოდის იგივე ჩინეთი, რაც თქვენ ახსენეთ ანაკლიასთან მიმართებაში და ირანის თემაც და დათო ტურაშვილმა წინა გადაცემაში ძალიან სხარტად მისეულად სხარტად დასვა ერთი ასეთი კითხვა, რა უნდოდა ირაკლი კობახიძეს შაჰაბასის გასვენებაშიო. მე დათოს აი ამ სიტყვას გავიმეორებ და აი სწორედ ირანის ჩინეთის თემები ალბათ კიდევ უფრო იქნება გამსაზღველი ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულებისა ამ ხალხის მიმართ, ჯერაც რომ გონიათ რომ წარმოადგენენ ლეგიტიმურ, ყოველ შემთხვევაში გვიმტკიცებენ რომ ლეგიტიმური ხელისუფლება ვართო, ხო? ცხადია. ინგა მე მინდა დავამატო ძალიან კარგად ახსნა დათო, მაგრამ მე მინდა დავამატო რომ არა მარტო იმყოფებოდა ეგრეთ წოდებული პრემიერი
არამედ იმ დარბაზში ხმამაღლა გაისმოდა სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ებრაელებს. ტრამპს და ებრაელებს. და თქვენ იცით რომ ერთ-ერთი ქვეყანა რომელიც ეჭვმიტანილია ტრამპის ლიკვიდაციაში არის ირანი. ეხლა მეტი როგორ უნდა იქნას ახსნილი მე ამას არ უხსნი ესე თქვა სამწუხაროდ შეიძლება თქვენ არხს არ უყურებენ ოცნების მხარდამჭერები მაგრამ ძალიან გასაგებ ენაზე უნდა უთხრათ ამ ადამიანებს რომ სრულ იზოლაციაში მოაქცია ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა მეგობრების გარეშე დატოვა არა ქართველი ხალხის არ ხელისუფლების და ერთადერთი ამოცანა აქვს თავი გადაერჩინოს. ამიტომ ეს რაც ეს ყველაფერი დაგროვდა იმაზე მეტია რაც შეიძლება ჩვენ ოდესმე ცუცის მარში წარმოგვედგინა. ხო, წარმოუდგენელი იყო რომ ასეთი რეალობა დაუდგებოდა ამ ქვეყანას. ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან ამ რეჟიმში გადავიდოდა ამ ხალხის ურთიერთობა და შესაბამისად ქვეყანასთან მაგალითად სადაც 6 მილიარდზე მეტი აქვს ჩადებული იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებს სტრატეგიულ პარტნიორობას შეაჩერებდნენ ახლა ბრიტანეთზე არის იგივე საუბარი და ჩვენ რაღაც სიგიჟეში ვართ ისეთ სიგიჟეში რომელიც აი კობახიძის დღევანდელი განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება თუ ბრიტანეთი ბიზნესს დაასანქცირებს ანუ ეს იქნება ბრიტანეთის სახელმწიფოს ფიზიკური განადგურება და მორალური განადგურებაო. ანუ რაღაცა სიგიჟის ეტაპზე ვართ, რომელიც სასწრაფოდ შემოსატრიალებელი აქვს ამ ქვეყანას.